ამ შეცდომას თითქმის ყველა ოჯახი უშვებს. დღეს გესაუბრებით თუ რატომ არიან დემენციით დაავადებული ადამიანები კონკრეტულ თემებზე ჩაციკლულები. რა სიგნალს შეიძლება იძლეოდეს კარგი თუ ცუდი ფაქტი, რასაც ხშირად გვიყვებიან. როგორ მივხვდეთ თუნდაც მათი საუბრიდან თუ რას ვაკეთებთ არასწორად, ან რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. ზოგი მათგანი მუდმივად იხსენებს მხოლოდ დადებით მოვლენებს წარსულიდან. იმ მომენტებს, სადაც უსაფრთხოდ, დაფასებულად და სრულფასოვნად გრძნობდნენ თავს. სხვები კი ხშირად უბრუნდებიან ნეგატიურ ან სტრესულ მოგონებებს. მათ ახსოვთ ის, რაც ღრმად ჩაიბეჭდა მათ მეხსიერებაში. ყველაზე რთული აღმოჩნდა წასაშლად ან ამოსაშლელად. ვილაპარაკებ იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს ქცევები და როგორ შეგვიძლია მათი უკეთ გაგება და დაბალანსება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დემენცია მხოლოდ მეხსიერების დაკარგვა არ არის. ეს არის ემოციების, რეაქციების, დამოკიდებულებების, შეხედულებების ცვლილება. ისინი ვეღარ აკონტროლებენ სწორ სიტუაციას და ამიტომაც ხშირად მათი ქცევები ჩვენთვის გაუგებარია. მათთვის კი ეს ყოფნის ერთადერთი გზა. ჩვენ როგორც ოჯახის წევრები, მომლელები ან უბრალოდ გარემოწვა, შეგვიძლია დიდი როლი შევასრულოთ მეტი სიმშვიდით, მოთმინებით, კომუნიკაციით და უსაფრთხო გარემოს შექმნით. ეს ვლოგი როგორც ხვები, იქნება არა მხოლოდ ცოდნის გაზიარება, არამედ იმ ადამიანების მიმართ პატივისცემისა და ემპათიის გამოხატვა, რომლებიც ყოველდღიურად ებრძვიან ამ გამოწვევებს. როცა ხშირად ერთსა და იმავე დადებით მომენტებს იხსენებენ, ეს ხშირად ნიშნავს იმას, რომ თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობდნენ წარსულში, ვიდრე აწმყოში. იმ დროდან იღებენ სითბოს, სიყვარულს, მიღებას, აღიარებას, პატივისცემას, ცდილობენ დამშვიდებას პოზიტიური ემოციებით. ახსოვთ ის, რაც ყველაზე ღრმად იყო ჩაბეჭდილი. ძალიან ხშირად ადამიანი ამ მოგონებებით სტრესს ამცირებს. თითქოს თავისთვის უსაფრთხო თავშესაფარ შოულობს, საკუთარ თავში ააქტიურებს თავდაცვის ინსტინქტს. ამ შემთხვევაში, ყველანაირად უნდა შევუქმნათ ისეთი გარემო, როგორიც ამ ისტორიებს დააკავშირებთ და თავს ზუსტად იქ იგრძნობენ. მაგალითად, თუ ისინი გამუდმებით საუბრობენ პროფესიულ გამოცდილებაზე. უბრალოდ იყავით სულ ცოტა ხნით მსახიობები და გაუფართოვეთ მათ ფანტაზია. სათქმელის უკეთ გასაგებად კი მოგიყვებით ჩვენი ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობას. იგი ხშირად საუბრობს მის პროფესიასთან დაკავშირებულ ისტორიებზე. არის მომენტები, როცა სამსახურშიც გონია თავი. ასე დროს შემყავს იგი ჩემს პატარა ოფისში და ვეუბნები, რომ ეს მისია, ისე ვიქცევი თითქოს მისი თანამშრომელი ვარ და მაძლევს დავალებებს. თქვენ შეგიძლიათ თქვენებურად მოარგოთ სიტუაციას თავი. ასე მათ სრულფასოვნებასა და მაღალ თვითშეფასებას დაუბრუნებთ. განსხვავებულ სიტუაციაზე აგიხსნით. მაგალითად, როცა ცუდ მოგონებებს უბრუნდებიან. ეს შეიძლება ნიშნავდეს შიშს ან შფოთვას აწმყოში. გაუცნობიერებელ ტკივილს ან ბრას. ტრამვამად უცოცხლდებათ, როცა მათი გონება ვერ პოულობს უსაფრთხო წერტილს. იგი იმავე სატრიალებს, რაც თავის დროზე მასში მსგავს ემოციებს იწვევდა. ასე ის ცდილობს გაუმკლავდეს ემოციას, რომელსაც ვერ აბალანსებს და ვერ ხვდება საით მიმართოს. ამ დროს ბოლომდე უნდა მოვუსმინოთ, დავცალოთ იგი მოწოლილი ემოციებისგან და შემდეგ მივცეთ რჩევა, ან გავუზიაროთ საკუთარი აზრი ამ ისტორიის შესახებ. წარმოვიდგინოთ, რას გავაკეთებდით იმ მომენტში, რომ ვყოლოდით მათ და მას ჩვენთვის აეხსნა მისი ტკივილი. რას ვაკეთებთ ხოლმე, როცა მეგობარს უჭირს, ვუსმენთ, ვამშვიდებთ და რჩევას ვაძლევთ. სუსტად ეს მეთოდი უნდა გამოვიყენოთ მათთანაც. არ უნდა უგულებელყოთ, მივიღოთ და ემოციების შენელებასთან ერთად სხვა თემაზე გადავატანინოთ ყურადღება. ისევ ჩვენი პაციენტის მაგალითს მოგიყვანთ, რომელიც გამუდმებით დედასთან ყოფნას ითხოვს. ეძახის, ელაპარაკება, ტირის და ხოვს რომ ის მივუყვანოთ. ამ დროს დაუშვებელია ვუთხრათ. ის ხომ მკვდარია და აღარ შეუძლია მისი ნახვა. რაღა დროის მისი დედაა. ისინი ამას ვერ გაიგებენ და პირიქით მეტ აგრესიასაც გამოიწვევთ. ამ დროს ვეკითხებით თუ როგორი იყო დედა, სად მუშაობდა, ვთხოვთ დადებითი ისტორიის მოყოლას, რაც დედასთან ერთად გარდახდა. ამ დროს მისი გონება პოზიტიური ემოციებისკენ და ისტორიისკენ იცვლება, იცინის კიდეც. ეს კი სიგნალია იმისა, რომ კიდევ ერთი უარყოფითი ემოციები დაგაქრა. შემდეგ მე ვუყვები დედა-ჩემზე და ვეუბნები, რომ ისიც ჩემგან ძალიან შორსაა, მეც არ მინახავს დიდი ხანია, მესმის თუ როგორი რთულია და რომ ის მარტო არ არის. ამის შემდეგ სრულად განსხვავებულ თემაზე ვუწყობ ლაპარაკს. ვეუბნები კომპლიმენტს და კიდევ ერთი შფოთვითი აშლილობა გადალახული გვაქვს. მოგონებები ისინი იქნებიან ცუდი თუ კარგი. თითოეული არის ემოციური სიგნალი. თითოეული გვეუბნება თუ რას გრძნობენ, სად ეძებენ უსაფრთხოებას, რა აბნევს ან აშინებს, რა ამშვიდებს ან ამხნევებს და როცა ამას ვიგებთ, შეგვიძლია უკეთ მოვექცეთ, ვიპოვოთ სწორი სიტყვები, ავირიდოთ აგრესია და შფოთვა. დავამშვიდოთ ისინი. არ დავუპირისპირდეთ, არ ვუთხრათ, რომ ეს ისტორია უკვე ბევრჯერ მოგვისმენია, ან არ შეესაბამება სიმართლეს, რასაც ყვება. ამ შეცდომას თითქმის ყველა ოჯახი უშვებს. მადლობა, რომ ისმენდით. შემდეგი საინტერესო ვიდეოებისთვის კი გამოიწერეთ ჩემი არხი, ან დამიკომენტარეთ თუ რაზე გსურთ, რომ შემდეგ ვლოგში ვისაუბრო. ვეცდები ყველაფერი დეტალურად აღწერო და გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება.